ამერან სიხარულიძე დიდებული პიროვნება გახდათ. ორ ენაზე მეტყველებდა ქართულად და რუსულად წინვალეთ, თითქოს მისი მშობლიური იყო რუსული და ძალიან დიდი დიაპაზონის მქონე პიროვნება გახდათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმები ერთი ძმა აკადემიკოსია და მეორე პროფესორი, ის მისი ცოდნით არც არ ჩამოუვარდებოდა, ეხლა ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ მაინც. და მისი წინააღმდეგობით, მისი რეკომენდაციით მე მოვხვდი ბათუმის საერთაშორისო ბიუროში. კომუნისტური ეპოქის პროცესში ხშირად ჩემი ექსკურსიები არ იყო ორდინალური. არაორდინალური იყო ის, იმიტომ რომ მე იქ ისეთ სახელებს მოვიხმობდი ზოგჯერ, რომლებთან ხსენებაც არ შეიძლებოდა. ამ დროს ჩემს წინაშე მე ხშირად მახსოვს, შემდგომ დაუბარები ვარ განსაკუთრებულ ორგანოში და უთქვამთ, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ გემთან მუშაობ, ჩამოსულს ოდესა ბათუმის ხაზზე, იქ აუცილებლად იყო ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ისმენდა ყოველივე ამას. კრიპტომერია როგორი სანთელებითაა, არა? მე მაქვს სოფელში ეზოში ძალიან ბევრი კრიპტომერია. სხვადასხვის ცნობილი ფაქტია, ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა იმ საქალსაფრო ზონის, ასე ვთქვათ, გაშენებას თურმე დასავლეთ საქართველოში. ბევრ ადგილასაა, გურიაში, აჭარაში. აი ამ აქ ხო არა მზადებენ ამას სოფო. თქვენთან არის ეხი, ხო? ოჯახ, კარგი. შემოსავალს იძლევა ალბათ საკმაოდ კარგს. გემრიელად დაისვენოს ჩვენთან. აეროვნული ლიტერატურის გავრცელებისათვის დაგვიჭირეს. ეს იყო რობაქიძე, გველის პერანგი და მისი ნაწარმოებები და მუხრან მაჭავალიანის ლექსები. დღეს ეს ასე ჟღერს, მაგრამ ეს იყო, ეს გავიარეთ ჩვენ. მაგრამ მიუხედავად პესიმიზმისა ხელი არ ჩამიქნებია, იმიტომ რომ აი აქ მეორე პლასტი ამოდის წინ, ჩემს ირგვლივ ბრძოლა არ შეწყვეტილა. გამიგეთ, მე მახსოვს ერთი შეხვედრა ბათუმის სინამდვილეში უკვე, როცა ანტონას წერლიაცკასი ჩამოვიდა აქ. კოსტავას გარდაცვალების 1 წლის თავზე სიტყვითაც გამოვიდა თბილისში. გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში დაებეჭდა მისი სტატიები 1990 წელია, შემდგომი ხანა. და ტერლიაცკასმა იცით რა გვითხრა? ეს კაცი იყო, რომელიც 25 წელი იჯდა თითქმის, მიჯილი ჰქონდა. და ძალიან დიდხანს იჯდა. ბალტიისპირეთის სინამდვილეში მსგავსი დიდი პიროვნება არ იცის ეროვნულმა მოძრაობამ ბალტიისპირეთისას. და მან თქვა ასეთი რამ, ხშირადო აი ვაბრახუნებდი უშიშროების კარებზე, რომ დავეჭირეო. რატო ვკითხეთ და ცოლმა დაასრო და განმარტა. კგბ-ს პოლკოვნიკმა მითხრაო უშიშროებისო, ჩვენო არ ვიჭერდო თქვენს მეუღლესო, ისო ძალით გვაჭერინებს თავსო. დიახ, ასე ვაკეთებდი, რომ ელი ჩემი გამოღვიძებული იყო. გამიგეთ, აი ასეთი ადამიანები იყო ჩემს ირგვლივ, რომლებიც მუდამ იყვნენ მღვიძარენი. მიმიხდით და ისინი ყველას აღვიძებდნენ. და იქით ფონზე მოჩანს თუ არ ვწდები ჰიმალაის კიპარისებია, თუ არა? იქ არის ხმელთაშუა ზღვის ფიჭვები. აჰა. ძალიან ლამაზი. აი აქ ტარდებოდა საკავშირო მნიშვნელობის კონფერენცია. მოწვეული იყვნენ, ასე ვთქვათ, ბუმბერაზე ადამიანები, მეცნიერები, აკადემიკოსი ივანოვი იყო ჩამოსული. ეს იყო სპექტრულ ფიზიკაში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მთელ მსოფლიოში. და გადაწყვიტეს, რომ მათთვის ესჩვენებინათ საქართველო. და ჩვენ ვეწვიეთ გელაც, ვეწვიეთ ქუთაის და სათაფლიას წყალტუბოს. და აი მე რა გავაკეთე. აი რომ შერწყმა მოხდარიყო, რომ ამათ ეგრძლოთ ქართული სული. იქიდან ამოსულები იქვე მინდორზე გაიშალა, ასე ვთქვათ, ჩვენი პურღვინო. პურმარილი ქართული არ არის, რუსულია. პურღვინო გაიშალა საოცრად ლამაზი მინდორზე პირდაპირ და მე დავინახე შორს სივრცეში ლეხები ცელავდნენ მინდორს. ავდექი, მივედი იქა და ვთხოვე გლეხებს, რომ მოსულიყვენ ჩვენთან. ისინი მოვიდნენ თავიანთი პურმარილით. და იცით რა მოხდა? მოხდა ამ ადამიანების გაერთიანება. რაღაც საოცრება. მე მახსოვს, იქ პროფესორი იყო ხარკოვიდან მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ სამტრედია მოსკოვის მატარებელი წყალტუბოდან გადიოდა, უნდა წასულიყო სამტრედიაში, არ წავიდნენ. ეს ხინი, ეს მეგობრული, ასე ვთქვათ, შეხვედრა გაგრძელდა მთელი
3 საათი მეტი თუ არა. და ეს იყო გულების განდობა. კარგი ლექსი აქვს ერთი. ბავშვობაზეა და ძალიან მოკლეა, მაგრამ მთაზე და ბავშვობაზე. აი ვისაც მთაში უცხოვრია, ის მიხვდება. აპრილი, ფრიდონ ხალვაში. და როგორც წერს, აპრილი მიდის თავგაჩეხილი, ანუ თოვლი გასკდა. მზე მიალერსებს მე ბავშვს გალახულს. ზის გაზაფხული ვით დედაჩემი და მთებს უკალგავს ჩოხა ახალუხს. რაზე გამახსენდა ის მაგარი ლიტერაცია აქ. აი ამ წაბლის ხეს ნახე როგორ არის შემოხვეული ის ხვიარა. ხვიარას ხედავთ, იგი ზაფხულშია განსაკუთრებით მთლიანად ფარავს ამ ხეს. გაზაფხული ვით დედაჩემი და მთებს უკალგავს ჩოხა ახალუხს. გურიის იმერეთისა და სამეგრელოს სინამდვილეში გავაკეთე 3 მარშრუტი, ჩამოვაყალიბე, თემატურად შექმნილია და ამავე დროს განვლილია ეს. ეს გახლავთ გზა, რომელიც გადის სუფთა ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში, არცად კომუნიკაციით არ გადაიკვეთება, ის გაუყვება ერთი მხრივ მდინარე რიონისა და მდინარე ფიჩორის ხეობას, გადადის პატარა მდინარე ხევისწყლის ხეობაში და ადის ნოღაში. ეს იწყება აბსოლუტურად გურიის ტერიტორიაზე და მთავრდება იმერეთის ტერიტორიაზე. გავდივართ საოცრად ლამაზ ადგილებს, ამავე დროს 3 ისტორიულ ძეგლს. ეს გახლავთ სოფელ კეთილარის ეკლესია, მდინარე რიონის ხეობა, დიდი კავკასიონის ფონზე ხდება ეს ყველაფერი, მდინარე რიონი თავად, სოფელ ქოროესუბნის შუა საუკუნეების ეკლესია, განთქმული ადგილი, საოცრად კარგი ქართული ეკლესიური არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში და ავდივართ სოფელ ნოღაში. ეს ყველაფერი ცხენით გადაადგილება ხდება. მარშრუტები ყველა დამუშავებულია აბსოლუტურად. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი სასტუმრო სახლიც. აქ ველოდებით აი ამ წუთში რომ ჩვენ ოფისი ჩამოგვიყალიბდეს. შექმნილია ინტერნეტში ჩვენი გვერდი და ჩვენი საიტი. სრუქაფური იმიტომ ეძახა. არა, ეგ ვიცი. არა, ეგ ვიცი. კი, ვიცი ეგ. ძირითადად ყვავილს იყენებენ ჩაი, ღვინო, პარფიუმერიაში იყენებენ ძალიან არომატული. არა, მე რა ვკითხულობ ახლა იცით? ოსმანთუსის მრავალი სახეობა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე 73 წლიდან დღემდე მე მიწევს ურთიერთობა ამ აუდიტორიასთან და მახსენდება მე მქონია ურთიერთობები საქართველოში თითქმის ყველა კუთხეში ექსკურსია ჩამიტარებია. ეხლა მე ჩემი ასაკიდან რო ცვალს ვავლებ ყოველივე იმას, რაც იყო ჩემს იგივე ამ პროფესიამ ძალიან დიდი სიხარული მომგვარა. მქონდა შეხვედრები საოცარ ადამიანებთან. საქართველოს სინამდვილეში მინახია უზარმაზარი ექსკურსია მძღოლები მომისმენია ბატონი პეტრე ჭაბუკიანისათვის. იქ რასაც ქვია სათაფლის მღვიმე. ეს იყო რუსებთან ატარებდა რაღაც საოცარ ექსკურსიებს, ის თვითონ ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა და რუსულ ენას ველს სლავურს ფლობდა. აი მომისმენია გურამ ალექსანდრიესათვის ქუთაისში, ჟუანტელის მომგვრელი ექსკურსიები, თავაძისათვის თბილისში. გვეწვია სამუზეუმო დელეგაცია თბილისიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი. და არ დამავიწყდება, რომ ბატონმა კოტემ ეტყობა 2 საათნახევრის შემდგომ იმად გავოფლიანდი სიცხიან აგვისტოს ავტობუსში, რომ არ აღმომაჩნდა ხვირსახოცი და მისი ხვირსახოცი მომაწოდა და მე მომიტათულა ესე ხელი მახსოვს და მითხრა რომ ყოჩაღო მეო ასეთი ექსკურსია არ მომისმენია ბათუმში. მქონდა შეხვედრა ვაჟა-ფშაველაშვილებთან. აი რა არის ეს პროფესია? გაქვთ წარმოდგენილი ქალბატონ გულქანთან, რომლის მსგავსი ქალბატონი მე არ მინახია ცხოვრებაში არ შემხედრია. უშუალო მაშინ ძალიან ჭარმაგი გახდათ, უკვე მცხოვანი
არავის არ ღებულობდა, მაგრამ რაღაც ისეთი სეზამ გააღესათვის ისეთი სიტყვები უთხარი, რომ მიგვიღო და მე ეს არასდროს არ დამავიწყდება. ბატონი ვახტანგი რაზიკაშვილი, მისი შვილიც. მე არ უფრო ახლოს ვისნობდი, მაგრამ ეს შეხვედრები მქონდა. და ქალბატონ გულქანს რამდენჯერმე შევხვდი ჯარგალში. იცი ძალიან ისეთი ამპლიტუდა მქონდა ჩინეთი, თურქეთი, ბაიკალის ტბაზე 24 დღე ვყოფილ ვარ. 800 კაცი წამიყვანია ტურისტული მატარებლით. მე გამახსენდა იმ პერიოდში, როდესაც თქვენ მთელი სამეცნიერო, ასე ვთქვათ, პოტენციალი იყავით ჩართული ამ საქმეში. როცა თქვენი ხელწერით და თქვენი, ასე ვთქვათ, ლიცენზიით კეთდებოდა, ლიცენზირებული თემებით გამოდიოდა ჩვენი ექსკურსია მძღოლები. მე დღესაც მაქვს სახლში თქვენს მიერ ლიცენზირებული, თქვენს მიერ ხელმოწერილი ბატონი დავით ხახუთაიშვილის, ასლან ინაშვილის მიერ ხელმოწერილი თემები. და ეს იყო ბრწყინვალე მიდგომა საქმისადმი. ეხლა ღმერთმა თქვენ დიდხანს გამყოფოთ, აი თქვენი ის მეცნიერული გამოცდილება, აკადემიზმი, რომელიც თქვენ გაგაჩნდათ, ეს რო არ გადაგეცათ, რაიმე იქნებოდა, თქვენ ხო გახსოვთ ისეთი პიროვნებები, როგორც იყვნენ აკადემიურ დონეზე ატარებდნენ ექსკურსიებს, მერი ნაკაშიძე. მერის ხო იცნობდით? მერის ჟუანტელი მივლის, ეხლა რომელი მეცნიერი ზოგჯერ ვერ გამართავდა ისე აბსოლუტურად, გამიგებ მთელ აპარატურას, მერის რომ იყავდა ისინი. მოგუთა ეს დღეს არის საცნობარო დონეზე არის. აი ის აკადემიზმი რაც იყო, რატო დაიკარგა? უბრალოდ იმიტომ დაიკარგა და არ შეიძლება ის შენარჩუნებულიყო, იმიტომ რომ ეს ხალხი წავიდა არენიდან. თქვენთან სხვა სიტუაციაა, მეცნიერული აზრის წყვეტილობას არ ქონია ადგილი. იქ კი გაწყდა ეს მომენტი. გამიგეთ, ჩვენთან მოხდა ის, რომ მოვიდნენ შემთხვევითი ადამიანები ტურიზმში. ერთგვარად ფინანსური შესაძლებლობა აღმოაჩნდათ, გახსნენ ოფისები ტურისტული, მაგრამ შემდგომ უმრავლესობა მეოთაგანმა არ იცოდა როგორ ემუშავა. ყოლია, თქვათ 140 ტურისტი ერთდროულად. ჩამიტარებია ესეთი ტურიც, ჩამიტარებია ტური, როცა მყოლია რამდენიმე ტური, ეს არის 4 ტური, მაქსიმუმ 5. ანუ ყველა ტური არის 2 საათიანი, მეც ფიზიკურად ვერ გაწვდება ადამიანი ამ ყველა ტერიტორიას ფეხით რო გაიარო. ჩემთვის ყველა ის დღეა სასიამოვნო, როდესაც ტურისტი ნასიამოვნები მიდის ბოტანიკური ბაღიდან და იმ სურვილებით, რომ ჩვენ კვლავ მოვალთ. შტატი დიდია, სოფო აქ 170 ადამიანია დასაქმებული ბოტანიკურ ბაღში. ამათგან რამდენია ექსკურსიის, ასე ვთქვათ, მძღოლი? მე ასე უწოდებ. მძღოლი ამჟამად ვართ 2. სოფო, აი თქვენი დამოკიდებულება, იცით როგორია, საოცრად ალბათ მე მინდა მე ყოფილი ექსკურსია მძღოლი ვარ, მიმუშავია ადამიანებთან მრავალ განზომილებაში, ლაპარაკი არის სფეროზე, აი სხვადასხვა სახის თემატიკაზე. და აი ის ფსიქოლოგიური ფაქტორი, როცა შენ განწყობას უქმნი პუბლიკას, აუდიტორიას, აქ თქვენ გეხმარებათ ამავე დროს ბუნება. ეს არის ერთი საოცრალი ჰარმონიული გარემო, რომელშიც მოხვედრილი ადამიანი, იქ ზედმეტია ზოგჯერ სიტყვები, რომ იმდენად ჩვენ შეუშლი ხელს, აი ამ მთელი ამ სივრცისა და სილამაზის აღქმაში მაყურებელს. თუ გაუჩნდა კითხვა, აი მაშინ უნდა ჩაერიო. აქ ცოტა ფსიქოლოგიური ფაქტორია. იმდენად ნივთდები შენ ბუნებასთან. გამიგეთ? აი ეს მომენტი უნდა გამოიყენო შენ. როგორც ექსკურსია მძღოლმა, მიიყვანო უნდა აქამდე ტურისტი, მსმენელი, ბოდიში ვიხდი. მსმენელის გულის გახსნა, მისი მიყვანა იმ წერტილამდე, რომ ის შეერწყას თვით იმ ცნებას, რასაც ქვია არქიტექტურა, ბუნება, მცენარე. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს ირგვლივ იყვნენ ისეთი კოლორიტები, რომლებიც ზოგიერთი იყო ძალიან წიგნიერი. მე 8 წლის ასაკში ბალზაკი მაჩუკა ჩემო მეზობელმა. და ასე შემდგომ მდიდარი ბიბლიოთეკის მქონე იყო ბესარიონ მშვიდობაძე.
იქვე ცხოვრობდა პიროვნება, რომელმაც 10 წელი გაიარა 37-ში დაპატიმრებული. ეს არის ოჯაყელი, უზარმაზარი პიროვნება ჯაყელების გვარიდან. იმიტომ რომ აღმოსავლეთ აზიური მცენარეები ჩვენს ბუნებრივ კლიმატს კლიმატურობას ძალიან კარგად, კი, როგორც მახსოვს. როცა მოგზაურა აღმოსავლეთ აზიაში. მე გახლავართ გოგი ფირცხალაიშვილი, ექსკურსია მძღოლი.